ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2020 წელი ამოცანა ნომერი 14. დიაგრამის 5 წერტილი გამოხატავს 5 სხვადასხვა რეზისტორზე მოდებულ ძაბვებს და მათში გამავალ დენის ძალებსო და რომელი რეზისტორის წინაღობაა უდიდესიო გვეკითხებიან. კარგით, მოდით ახლა შევხედოთ ჩვენ ამ სურათს და დავაკვირდეთ. მოდით ესე მოვიქცეთ. თითო ერთეულის დანაყოფის ფასი იყოს 1 ერთეული, ანუ თითო დანაყოფი უდრიდეს, ეს იყოს 1 ვოლტი, ეს იყოს 2 ვოლტი, 3, 4, 5, ასე გავაკეთოთ. შესაბამისად იქნება 1 ამპერი, ეს იქნება იმის შესაბამისი 2, 3, 4 ამპერი და ასე შემდეგ ეს გრძელდება, ხო? და ახლა მოდით ჩავწეროთ ომის კანონი. წედის უბნისთვის ომის კანონი ჩავწეროთ, დენის ძალა განისაზღვრება ომის კანონიდან U შეფარდებული 1-თან, საიდანაც R-ისთვის რას მივიღებთ? R ტოლი არის U შეფარდებული I-თან, ხო? და დავითვალოთ, მოდით, აბა R1 რის ტოლი იქნება უნასახაზიდან. R1 ტოლი იქნება პირველი შესაბამისი ძაბვა არის 2 შეფარდებული 3-თან, ხო? დენის ძალასთან 2/3 მივიღეთ. იგივე გავაკეთოთ, მოდით, R2-ისთვის. R2-ისთვის მივიღებთ R2-ის შესაბამისი ძაბვა არის 3 შეფარდებული 4-თან, ხო? 4-თან. ასე. ანალოგიურად R3-ისთვის გავაკეთოთ იგივე, R3-ისთვის მივიღებთ R3-ისთვის ძაბვა არის 4 შეფარდებული 4-თან, ანუ 1 მივიღეთ, ხო? R3 არის 1. R4 ნახოთ ახლა, აბა R4 უდრის R4 შესაბამისი ძაბვა 4 გაყოფილი 2-ზე, ხო? 2-ზე მივიღებთ 2-ს, ოღონდ ამას მოდი ერთეულების მივუწეროთ. ომი. და R5-იც ნახოთ, აბა R5 უდრის 3 შეფარდებული 1-თან, ხო? 3 შეფარდებული 1-თან. 3 შეფარდებული 1-თან. კი ბატონო, აი ამ ფორმულას ვიყენებთ. შესაბამისად ეს უდრის 3 ომს, 3 ომი. და როგორც ხედავთ, ყველაზე მეტი წინაღობა უდიდესი არის მეხუთეზე, ხო? მეხუთე რეზისტორის წინაღობა გამოგვივიდა ყველაზე მეტი, მეხუთე, მაგრამ მოდით აი ცოტა სხვანაირადაც რომ მივუდგეთ ამ ამოცანას, ცუდი არ იქნება. აი მაგალითად განვიხილოთ პირველი წერტილი, აი და გავატაროთ ამ პირველ წერტილზე წფე. აი თუ დავაკვირდებით, აი სამართკუთხა სამკუთხედი რო ავიღოთ ახლა ჩვენ, ხო? ამ მართკუთხა სამკუთხედს თუ ავიღებთ და აი ეს კუთხე თუ არის ალფა, მაშინ რა გამოგვდის? ამ კუთხის კოტანგენსი, ის ტოლი არის კოტანგენს ალფა, ტოლი იქნება მიმდებარე კათეტი, ესე იგი 2, აი მის სიგრძე, ამ მართკუთხა სამკუთხედში შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, მოპირდაპირე კათეტთან, ხო? ესე იგი მოპირდაპირე კათეტი არის 3. აჰა, ესე იგი რა გამოგვდის? ამ კუთხის კოტანგენსი კიდე კი ტოლი ყოფილა სწორედ R1-ის, ხო? R1 ანალოგიურად აი ამ კუთხის შესაბამისად, აი ამ კუთხეს განვიხილავთ. აი ამ კუთხის ალფა იქნება, კოტანგენსი იქნება R3 უკაცრავად, R3 რა თქმა უნდა და ასე შემდეგ, მაგრამ ესე იგი რა გამოგვდის? თუ დავაკვირდებით ახლა ჩვენ აი ამ გამოთვლებს, ხო, კოტანგენსი ახლა 0-დან π-მდე, ხო? არის როგორი ფუნქცია, კლებადი ფუნქცია არის, ხო? შესაბამისად კუთხე რაც უფრო პატარა არის კუთხე, აი ყველაზე პატარა კუთხე სადაც არის, იმ კუთხის შესაბამისი კოტანგენსი უფრო დიდი გამოგვდის, ხო? რატო? იმიტომ რომ მიმდებარე კათეტი დავაკვირდეთ რატო არის ასე. ამ კუთხის კოტანგენსი რაც უფრო მიმდებარე კათეტს იზრდება, ხო? მით უფრო პატარავდება მოპირდაპირე და შესაბამისად მიმდებარე კათეტი დიდს ვაფარდებთ პატარასთან და გამოდის რომ პატარა კუთხეზე კოტანგენსი არის მით უფრო დიდი, ხო? შესაბამისად ამდენი რო არ ვიწვალოთ და ვწეროთ ხოლმე, თუ დავინახავთ ასეთ დამოკიდებულებას, შეგვიძლია უბრალოდ წფეები გავავლოთ, არც უნდა გავლება. აი ყველაზე პატარა კუთხე, რომელიც ექნება პირდაპირ ჩანს, ხო? აი ყველაზე პატარა კუთხეს შექმნის მეხუთე რეზისტორი, ხო? მეხუთე რეზისტორის შესაბამისი კუთხე, აი ეს. ამიტომ ასეთ შეგვიძლია მოვიქცეთ და ყველაზე პატარა კუთხე სადაც იქნება, იქ იქნება წინაღობა ყველაზე დიდი. შესაბამისად პასუხი იქნება E. თუმცა შეგვიძლია გამოვითვალოთ, პრინციპში არც ეს არის რთული გასაკეთებელი.